მოგესალმებით მეგობრებო, ამდენი ხნის შემდეგ მე დავბრუნდი, Brawl Talk-ის შემდეგ ვიდეო არ ჩამიწერია, რადგან იყო სხვა მიზეზები. დღეს კი გადავწყვიტე რომ თქვენთვის ექსკლუზიურად 500-ზე გავამწერის აღსანიშნავად მე ყიდა Brawl Pass პლუსი, არ მხოლოდ Brawl Pass-ი, არამედ პლუსი. რომ გადავხედეთ ძალიან კარგი პინებია, დიზლაიკის პინს ძალიან მომეწონა. თან, რავი, რევარდებით ცოტა არ იყოს, გადიდეს როგორც ხდები და MZ skin-იც მომწონს. თავიდან მეწყინა რომ MZ skin-ი იყო, რადგან MZ skin-ი მე უკვე მაქვს Brawl Pass-ის, მაგრამ არა უშავს. ამიტომ რაღა ბევრი ვლაპარაკოთ, ეგრევე ეგა Brawl Pass პლუსი ჩვენია და აგვიყვანა 22 თაირამდე, რაც ძალიან ცუდია, რადგან მეგონა 30-მდე მაინც აგვწევდა. აქ არის ძალიან მაგარი პინები, ესე ძალიან მომწონს, ძალიან კარგი ფერები აქვს, ასევე მინდა გითხრათ ჩემ კლუბზე, ისევ არის ჩემ კლუბი 29 კაცით, ამიტომ შემოდით სანამ ევენთი დაიწყება. აქ მინდოდა რომ მეთქი ავიღებ ბუმბოქსებს ავიღებ, მეთქი რომ გამაყურებელსაც ინახარ, ასტავაგდებ, შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან აღარ იყო რილსები მეტი. აქ ძალიან ბევრი სკინი დავაგდე, ბაირონის ძალიან ლამაზი სკინი, დავაგდე ჯანეტის სკინიც და უკვე MZ სკინსაც კი გავხსნი. 54 რევარდი გვაქვს ასაღები, ეს ძალიან მაგარია. ასევე ვერსეც ვიფიქრე, მაგრამ მარტო 600 ჯემია, ამიტომ არ მჭირდება. კარგით. ბევრი რო აღარ ვლაპარაკოთ, ავიღოთ პირველ რიგში, ჩვენ ავიღოთ 1000 ბლინგი. იდეა ავიღოთ 1000. უშუალოდ გავაგზავნოთ ახლა პინებით, ბლინგები ავიღეთ და ბევრი ბლინგები დავიგროვდება, ქოინები ძალიან ბევრი და მე გავმაქსავ ბრაულერებს. აი, კასი კრედიტს არ ავიღებ, რადგან შემდეგ ბრაულერებს რაც გამოვა იმათ დავახარჯავ, აქ ავიღოთ ეს ძალიან მაგარი პინი, ავიღოთ 10 ჯემი, ავიღოთ ბლინგი, კიდევ 10 ჯემი, მე მგონი ჯემში ძალიან ბევრი გვექნება და ვაპირებ 300 ჯემი შევაგროვო. და ვიყიდო რამე ლეგენდარი სკინი ძალიან მაგარი. ეს პინს ძალიან მომწონს, ასევე ვიღოთ PowerPoint-ებიც მომაკლდა რაღაცნაირად ამ ბოლო დროს, ავიღოთ 100 ბლინგი, კიდევ აღარ არის 100 ბლინგი პლუსის, ავიღოთ ეს პინი. ისე თქვენ მოგწონს Subway Surfers-ის განახლება და კოლაბორაცია Brawl Stars-თან. მე რაღაცნაირად მომწონს. გამაგიჟებელი არა, როგორც Godzilla event-ი იყო, მაგრამ მაინც კარგია. ეს პინიც ძალიან ლამაზია, 10 ჯემი ავიღოთ, 100 ბლინგი, კიდე 10 ჯემი, უკვე გვაქვს 125 ჯემი, რაც ძალიან კარგია. ეს სპრეიც ავიღოთ, ამას აუცილებლად დავიყენებ. ძალიან ბევრი ქოინი მაქვს ასევე. ავიღოთ 100 ბლინგი ისევ და ჩემი ქვემოთ არ დაგვავიწყოს ქვემოთ Brawl Pass-ი. ავიღოთ 1000 ქოინი, ავიღოთ PowerPoint-ი, ავიღოთ 1000 ქოინი და ავიღოთ 1000 Star Point-ი. თუ PowerPoint-ი ხო. უბრალოდ შეხედეთ 7288 ბლინგი და 10000-მდე ქოინი შემიგროვდა და ასევე 150 ჯემი, რაც ძალიან მაგარია. ნუ ჯერ სკინს ყიდოს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რაც გითხარით, კიდე 100 ჯემს ალბათ ავიღებ. ქვედა და ზემო Brawl Pass-იდან მისები არ მაძლევს საშუალებას რომ MZ სკინამდე მივიდე, მაგრამ შეუძლია აქ უბრალოდ პინები და სხვა რაღაცები დავიყენოთ. ასევე ვაპირებ ისეთი ბრაულერების გამოგცოს, რომლებსაც ჰაიპერ ჩარჯი მაქვს და უბრალოდ 11-ზე არ მყავს. ნუ პოკოს ჯერ არ გავმოხსოვ, ნახავ იქ სხვა ბრაულერები მყავდეს, უბრალოდ აქ პინებს დავიყენებ უცებ. კარგით, აქ ჩვენ რა პინებს ხედავთ, ესენი აღარ მინდა, ამას დავიყენებ ერთს და რა შეიძლება კიდე დავიყენოთ. ვნახოთ, თქვენ აუცილებლად უნდა ლაიქოთ ეს ვიდეო, სულ დამოვიწყო, ასეთ მაგარი ვიდეოებისთვის უნდა გამოიწევოთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარის ყილაკი. კარგი, ნახოთ რეიბი გვაქვს ახლა, აი ეს პინი ძალიან მომეწონა. მონიკაია, მოდი სპრეიებით შევცვალოთ. სპრეიზე ეს არ მჭირდება, აღარ მომწონს, ამიტომ დავიყენებ ჩვენი Brawl Pass-ის სპრეის. სად არის? აი, აქ არის ძალიან ლამაზი. დანარჩენი იყო. იმის შემდეგ ასევე მინდა მეთქვა, რომ რაც მაქსები შეცვალეთ, დამეკარგა სურვილი თამაშის, რადგან თან ბრაულერები ძალიან შორს ყავს 1000-მდე, ერთადერთი ჰენკი არის და 7 power-ით ძლივს ავკაჩე 800-მდე. კარგი, რა ჩემი ახლა უშუალოდ გავაკეთე, ვნახოთ ჰაიპერ ჩარჯი ვინებზე მაქვს. ამაზე არ მაქვს, პოკოზე მაქვს 1 ვიცი, მაქსიზე მაქვს და მაქსის აუცილებლად გავაძლიერებ მაქს ლეველზე, პოკოზე ვიცით, კიდე რაზე როზაზე მაქვს, ნიტასაც აუცილებლად გავაძლიერებ. ასევე აქ მაქვს, მაგრამ ეს 9 power-ზე მყავს და ამიტომ სისულელია. კიდე ვიზე მაქვს, აბა ჰაიპერი ვნახოთ. სტუზე მაქვს, მაგრამ სტუ 7-ზე მყავს, ჯინიზე არ მაქვს. კარგი, უშუალოდ მოდი გავაძლიეროთ მაშინ ჩვენი პოკოს ლოკო და გავაძლიეროთ როსამდე ვეღარ ვაძლიერებთ, მაგრამ არა უშავს წინ ბევრი ქოინი გველოდება, ამიტომ ძალიან მალე გავაძლიერებ. ნუ სტარტობებს მოდი გავხსნი მაინც, რომ მაგარი გამოვიდეს ვიდეო. იქნებ სკინ დავაგდოთ სუპერეირი, გრაფიკები შეცვალეს ეს Brawl Stars-მა ძალიან ლამაზი გრაფიკები გავხდა. სტარტობების მით უმეტეს ბრაულერები შეცვალეს, მაგრამ სტარტობებს უფრო ეტყობა. კარგით გავხსნათ სტარტობების სულ რეირი. ნუ ჩემი ქაუნტზე არ მიგვის, ყველა ბრაულერი მყავს სკინები, ძალიან ბევრი მაქვს, ამიტომ დიდი ალბათობით არაფერი არ დამივარდება. ნუ რეირ სკინ თუ დავაგდე, ეგეც კარგია. ნუ ესეთი ცუდი ოპენინგი გვაქვს ჩვენ სტარტობებში.
ნახოთ, იქნებ რამე დავაკვდოთ, იმედი არასოც გვეწურება. ესეც გავხსნათ. Super Airi, სამწუხაროდ ეს Super Airi და მე ბოლო. Gravy. არა უშავს. მაინც არაფერს არ ველოდებოდი აქ ხოლმე კრედიტები დარჩა და 3 ჯემი ავიღოთ აქ. და აი კიდე ერთი სტატრუპი, არაფერი. ხო, რას ვამბობდი? აი ეს არ მჭირდება დიდად მე ბრაულერები უფრო მინდა, ამიტომ ამისთვის კრედიტებს ყველა არ ავიღებ. მისიებს შევასრულებ და რა თქმა უნდა დასრულებულსაც გადავიღებ თქვენთან ერთად და გავხსნი. კარგით, კოლტზე მაქვს იყოს და ამიტომ არ გავაძლიერე ვისაც გაინტერესებთ. ასე მინდა გითხრათ რომ იჩქავთ რადგან ისეთი ფასტაკლებები აღარ იქნება არც პროპას პლუსებზე და არც რანკედის პროპასზე, ამიტომ უნდა დაკარგოთ ეს შანსი აუცილებლად. ასე მინდა გითხრათ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქავთ ვიდეო და გაქტიროთ წენს ლაიკი, რადგან შემდეგი ვიდეო იქნება თუ როგორ ავიმატოთ ულიმიტოთ ასები. ესე პირდაპირ არა, მაგრამ არსებობს ერთი გლიჩი, ჩვენს კიტიზე დაგასპოილერებთ რომ ძალიან მალე შეგვიძლია ავიმატოთ ასები. ამიტომ რა თქმა უნდა გამოიწეროთ და გააქტიროთ წარსულ ლაიკი. და რაც შეეხება გამათამაშების გამარჯვებულს, მე პირადად მათ მიწერე და შეუძლია კომენტარებში დაწეროს რომ აიღოს სკინი. უკვე მეორე სკინი გავათამაშე და ძალიან მალე იქნება კიდეც სკინების გათამაშება. ამიტომ მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ და გემშვიდობებთ. ახლა ნახვამდის.